თემთა პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო ამავდროულად თემთა პალატა გმობს ბიზინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. ასევე ცნობად იღებს თემთა პალატა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიზინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოსაც, რომ გააკეთოს იგივე დემოკრატიული ქმედება და დაუწესოს სანქციები ბიზინა ივანიშვილს. ასევე გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს, უბრალოდ თემთა პალატა მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, რომ გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ და ჯეიმს მაკლიერის ჩათვლით ამ წინადადების მიღება 13 პარლამენტარი ითხოვს. აქედან 11 არის ლიბერალ-დემოკრატი, 1 არის დემოკრატიული უნიონისტური პარტიიდან, 1 კი არის დამოუკიდებელი დეპუტატი და წინადადების ავტორი თავად ჯეიმს მაკლიერი პლატფორმა X-ზე ავრცელებს განცხადებას და ის სვამს კითხვას ამ განცხადებაში დავდგებით დემოკრატიისა და რაჯოსი თუ ყველაფრის ნებას დავთავთ პუტინის მოკავშირეებს. ამავდროულად ის საუბრობს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაუწესა სანქციები ბიზინა ივანიშვილს და ახლა მან შეიმუშავა სპეციალური წინადადება იმისთვის, რომ გაერთიანებულმა სამეფომაც გააკეთოს იგივე ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართული ოცნების მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და უწყების კიდევ 4 მაღალჩინოსანს და ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან ჟურნალისტებისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში.